ლებო ძალიან გთხოვთ, ნუ შემიშვით მაგ სახში, ან მაინც ამიხსენით რა ხდება, მან რატო არ შეიძლება ჩემი შესვლა. საბათ, მე ჩვენ უკვე ყველაფერი გითხარით. თქვენი შესვლა ამ სახლში ჯერჯერობით აკრძალულია. და რას ნიშნავს, რომ კაი, წადით ჯანდაბაში ერთი. მეგობრებო, მოგესალმებით თქვენ საბადა არ გკავშირავს ამ სამი და დღეს მოკლედ იცით რა უნდა მოგესალმებით. შეგეთ ერთი რაღაც ძალიან საინტერესო ისტორია მოხდა. შეგეთ მოკლედ მე გამომიღვიძე ჩემს სახლში ავდექი და ვხედავ ფანჯრიდან რომ წკრივში დგას ერთი 10 თუ 11 შიწინიკი, სადღაც ასე, ანუ თითქმის მთელი სოფელი რა. და ყველა შედის ჩემი მეზობლის სახლში რა, მათგან ჩემი მეზობელიც კი. მოკლედ მე ამ ფაქტმა ძალიან დამაინტერესა და მე კიდე დავინახე რომ თითქმის მთელი სახლის გარშემო დგანან ცველები და მე რასაკვირველია უფრო დამაინტერესა და უფრო გამაკვირვა ამ ფაქტმა. მოკლედ წავედი ამ შეწინიკებთან ერთად მეთქი გავიგებ ამ ყველაფერს თუ რა ხდება მანდ, იმიტომ მე არაფერიც არ მითხრეს, ანუ არაფერიც კი არ გამოფრთხეს თუ რა ხდება მაგ სახლში და გამოიცადეთ რა მოხდა. ამ ცველებმა არ შემიშვეს მაგ სახლში, ანუ მივედი მაგ სახლთან, ვიდექი და ცველებმა მითხრესო თქვენი შესვლა ამ სახლში აკრძალული არისო. და მე მოკლედ 10 წუთი კიდე ვიდექი ასე ვეკითხებოდი ამ ცველებს თუ რა ხდება მაგ სახლში, რისთვის შევიდნენ და რატომ არ შეიძლება ჩემი შესვლა. და უბრალოდ მეუბნებიან რომ ეს არის სიურპრიზი. მე რასაკვირველია მეგობრებო რაღაც ამ ცველების ძალიან სუსტად მჯერა, იმიტომ რაღაც უკვე მე მგონია რომ შიწინიკები რაღაცას მალავენ ჩემგან. რაღაც საშიში საიდუმლოს მალავენ ამ სახლში. იმიტომ მართლა მეგობრებო, ამდენი მცველი, მოით მეგობრებო, მანამდე წავიდეთ ჩვენს ფირმების სამუშაოზე და დავაკვირდით აბა ამ სახლს. იმიტომ მეგობრებო, იმათ შორის ვინც შევიდა ამ სახლში, იყო ასევე მერიც, მეგობრებო, მერიც იყო და ჩემი მეზობელიც და ამ ფაქტმა უფრო და უფრო გამაკვირვა, იმიტომ ნუ თუ მთელი სოფლისთვის შეიძლება შესვლა. მე რატო არ შემიზია, მე რა იმის გამო რომ ერთადერთი მოთამაშე ვარ, ან შესაძლებელია მართლა ეს შეწინიკები რაღაც საიდუმლოს მალავენ ჩემს სახლში თქო, ჩემი მეზობლის სახლში. დაგსმოთ მეგობრებო, გავაკეთოთ და უფრო დეტალურად ვნახოთ, აბა დავაკვირდეთ ამ სახლს. так, ორი დამპალი კარტოფილი საიდან? так, ასე. ნა, მე უბრალოდ ახლა დავდივარ. так, შეგეთ მეგობრებო, რა მაგარია კიდე წვიმაც კი წამოვიდა. შეგეთ მეგობრებო, რამდენი ცველი დგას, შეგეთ. აი უბრალოდ დათვალეთ. 1 2 3 4 იმ პერიმეტრზეც კი შეგეთ მეგობრებო, так უფრო კარგი ახლოს არ მივიდა. შეგეთ 5 6 და იქაც 7 ცველი. ოპა. მეგობრებო, შეხედეთ. დაამხარეს საერთოდ არ დგანან ცველები, მაგრამ რაღაცის გამო აქ ბედროკია. так, აი ეს უკვე საინტერესოა. გამოის აქედან ცველები არ არიან. так, ჟიწენიკო, არაფერი არ უთხრა. так, აქედან ცველები არ არიან და ვერაფერს პრინციპში ვერც კი ხედავენ. მეგობრებო, რაღაც ერთი იდეა გამომიჩნდა. так, ну, მაგრამ ასაკველია მე ახლა ბედროკს ვერაფრით ვერ გავაფუჭებ, ვერაფრით ვერ გავტეხო, იმიტომ თქვენ იცით რომ ბედროკი ეს არის ყველაზე მაგარი მატერიალი, რაც კი შეიძლება იყოს Minecraft-ში. მაგრამ რაც შეეხება რომ ავიდე სახურავიდან, სახურავში ჩემი აზრით არ იქნება ბედროკი. так, მეგობრებო, და მგონი კიდე რაღაც ბლოკები მაქვს სახლში, დაგერწეთ მეგობრებო, უფრო კარგი ახლა არ ვიხმაუროთ, თითქოს ახლა ვაკეთებ ჩვენ სამუშაოს, ახლა წავალ კომპიუტერთან დავждები, გავაკეთებ ჩემს საქმეებს, так, მოდი მეგობრებო. так, ოკეი, წავალ ახლა ჩემს სახლში, ცოტა ხანი დავისვენებ წამოვწვევი და მანამდე კი მეგობრებო, так, თოხი აქ დროზე ჩავდოთ ეს ყველაფერი ახლა. так, და მიმახსოვსო სადღაც აქ მე მქონდა კიდე ბლოკები ხო აი, ისაი, მეგობრებო, 4 მიწა მაქვს. ეს так, იმედია, მეყოფა ეს 4 მიწა. ნა, წავალ გავისეირნებ იქეთ ხარ ეს ტყეში. так, მეგობრებო, ფრთხილად, так, აქედან ცველი არ მიყურებს და აქედან. всё, მეგობრებო, არავინ არ მიყურებს. так, ეს 1 2 3 4 და ზუსტად სავა, თქვენ შესვლა ამ სახლში აკრძალულია.
გასაგებია მეგობრებო უბრალოდ საიდან? აი ვინ რომელმა ჭკვიანმა მოიფიქრა რომ ცველი ჟიწელნიკი დადგას მეორე სართულზე. ღმერთო ჩემო, აი მე უკვე აი მართლა უკვე მაღიზიანებს და ამავდროულად მარშიშებს ის ფაქტი თუ რა შეიძლება რას მალავენ, რა საიდუმლო საერთოდ მალავენ ეს ჟიწელნიკები მაგსაშინდო ჯერ ეს არის მეგობრებო ცველები გარშემო სახლის გარშემო მეორე წერტი ცველი სახურავზე მესამე წერტი ბედრუკით გადაკეტილი ეს კედელი და მეოთხე წერტი ის ფაქტი რომ მე ჩემთვის მე ვარ ერთ-ერთი ადამიანი ვისაც არ შეუძლია ამ სახლში შესვლა რაც მე ძალიან მაღიზიანებს და რაც რა ვქნა არ ვიცი მართლა რომელმა ჭკვიანმა მოიფიქრა უბრალოდ რომ უბრალოდ მეგობრებო მართლა ვერ ხვდები მაგრამ так стоп აი მეგობრებო ჟიწელნიკები მაგრამ ჯანდა ვაი უბრალოდ ის ცველები ძალიან მაღიზიანებენ კაი მოით უბრალოდ არ ვიყვიროთ და მოიფიქრო მეგობრებო ახლა რა ვქნა так თუ სახურავიდან ვერ გავალ так მიწიდან არა მიწიდანაც არ არის ვარიანტი იმიტომ შეიძლება ჯერ ესეც ცველებმა დაინახონ და მეორეც ერთი ნიჩაბი არ მაქვს так რა შეიძლება კიდე მოიფიქროს საბა მიდი იფიქრე საბა მიიფიქრე так მეგობრებო მგონი ერთი იდეა გამომიშთა ერთი ძალიან მაგარი იდეა так დროზე სახში უბრალოდ ელვის სიჩქარის სახში так სათმაკ ჯანდა 24 სუმრუდი ეს მგონი სოფ ჩემი საიდუმლო ყუთი მეგობრებო მგონი თქვენ მივხვდით თუ რა მინდა გავაკეთო კი მეგობრებო მე მინდა რაღაცნაირად ასე თქვათ მოგეთ მივცე ამ ცველებს ისუმრუდები ჩემს საიდუმლო ყუთში მგონი ერთის და კი ისუმრუდია თუ სადღაცაზე და კი მოგეთ მივცე ახლა აი ამ თავარ ცველებს რომლებიც არიან აი ამ შესასვლელთან მივცე მოგეთ მათ აი ამ ისუმრუდებს და დიდი იმედი მაქვს აი უბრალოდ აი ბოლო ჩემი შანსი იმისთვის რომ ჯერ ესეც შევიდე მაგ სახლში და მეორეც ერთი გავიგო თუ რა საიდუმლოს მალავს მთელი სოფელი ჩემივე სოფელში და ერთად უფრო კარგი ის 24 ნუ კაი მოით მეგობრებო უფრო კარგი ის 24 ისუმრუდიც ავიღოთ და წავიდეთ მეგობრებო მოით წავიდეთ მცველებო გამარჯობა საბა ჩვენ უკვე გვინდით თქვენ გაგაფრთხილეთ რომ ამ სახლში თქვენი შესვლა დღეს აკრძალულია მცველებო კი მესვის მაგრამ მე თქვენთვის მე მაქვს ერთი ვარიანტი შეხედეთ ერთ საკის უნდა გასდევთ და თქვენ ასე ვთქვათ მასდევთ საშუალებას რომ შევიდე ამ სახლში არა და ერთ საკი და 24 ისუმრუდი კაი, ოკეი, კაი. მოგვეცით თუ შეიძლება ეს ისურვდები და კაი, ოკეი, შედით ამ სახლში ჯანდაბას. ეს უკვე მესმის აი ასეთი ლაპარაკი კეთილმცველებო უკვე მესმის უფრო მეტი აი თუ შეიძლება შენს აი იღე და ყველას გაუნაწილეთ აუცილებლად. ეს მიკროფიცები რომ გამოვა так და მე კიდე ახლა დაიჭირეთ შეიძლება შენი ისუმრუდები так და მე კიდე უკვე მეგობრებო შევდივარ და ოპა ჟიწელნიკებო გამარჯობა რა საბა საიდან როგორ შემოხვედი მცველების უკან ნუ ამაზე უკვე ისტორია უკვე ჩუმდება ჯერ ეს არის და მეორეც ერთი მე მაქვს ორი კითხვა ჯერ ეს ერთის რას შვება მთელი სოფელი ჩემი მეზობლის სახლში მეზობელო შენთან მაქვს ზუსტად ეს კითხვა შენ სახლში რას შვებიან მთელი ყველა ჟიწელნიკი აგრეთვე მერიც და მეორეც ერთი რატო არ შეიძლება ამ სახლში ჩემი შესვლა კაი საბა ჯანდაბას რადგან შემოხვედი უკვე ვერაფერს ვახარ დაგიბალავთ ოკეი კაი მე ჩვენ გვინდა მთელი სოფლით მოგილოცოთ შენ დაბადების დღე დაბადების დღე რა
კი, საბა, ჩვენ მოკეთ გაგიზარდეთ შენ ასეთი საიდუმლო, იქ გავზარდეთ საჩუქრები, მაგიდაც გავშალეთ, რაღაც ხორცები, ტორტები მოკეთ, ხო, მაგისთვის ჩვენ დავაყენეთ ასევე მცველებიც, რომ არ შეგეშვა შენ. ამ დღის ბოლომდე, მაგრამ რადგან შენ უკვე გაიგე, გილოცავთ დაბადების დღეს მთელი სოფლით. შიზენიკო მე საერთოდ დაბადების დღე მაქვს 31 აგვისტოს. სტოპ, საბა, რა თქვი? რა 31 აგვისტოს? 31 მაისს. ვინ გითხრათ რომ 31 მაისს მე დაბადების დღეს უნდა მქონდა 31 აგვისტოს. მერმა გვითხრა ეს ინფორმაცია. მე რო გამარჯობა და ვერ გავიგე საიდან აიღე რომ ჩემი დაბადების დღე 31 მაისსა. ოი. რაღაც დიდი შეცდომა გამოვიდა. შემეშალა თვეები. ნუ შეწელიკებო და სტოპ. ეს ამდენი საჩუქარი თქვენ მე გამიმზადეთ? სტოპ და თქვენ კიდე თქვით რაღაც მაგიდა? კი, საბა, მაგრამ სტოპ, რადგან შენი დაბადების დღე არ არის? ოი, ჯადაბას. კაი, ოკეი. კარგი, ოკეი. მაგიდა თუ რამე არის განლაგებული აი ამ სარდაფში. სტოპ, რა? თქვენ მაგიდისთვის სპეციალურად კიდე სარდაბი ამოთხარეთ? так, სტოპ და შეიძლება შევიდე ერთ წუთს ახლავე. ამოვალ, так. ჟიწილნიკებო, გამარჯობა თუ რამე ჩემი დაბადების დღე არის 31 აგვისტოს. მეგობრებო, მართლა შეხედეთ. так, ხორცი და პეჩენია. საბა, კი უკვე გადმოგცეს ეს ინფორმაცია. ჩვენ კიდევ უნდა მოგვეტანა კიდე სასმელები და რაც თავარია ტორტი. მერმა მართლა რაღაც შეეშალა ძალიან მაგრად. ნუ, პრინციპში ამას პლუსიც აქვს. ვაუ, მეგობრებო, შეხედეთ. ჟიწილნიკებმა სპეციალურად იატაკი და კედლები გააკეთეს ჩემი სკინის. შეხედეთ, მოგრო, ჩემი სკინის ფერებში გაგიშება. так, ჟიწილნიკებო, გასაგებია, მაინც დიდი მადლობა და აგრეთვე მინდა მოგიხადოთ დიდი ბოდიში, რომ ასე ვთქვათ, ასე მოვიქეცი და ასე შემოვარდი თქვენს სახლში. ნუ, კაი, ოკეი. მაშინ, რადგან თქვენ უკვე მაგიდა გაშეთ, გეპატიჟებით, ასე ვთქვათ, ჩემს ვითომ დაბადების დღეზე. აი, თუ შეიძლება მოდით მაგიდასთან გელოდებით. გაგიჟება, მეგობრებო, რაღაც ძალიან უცნაური ვიდეო გამოვიდა. სოფელს ეკონა რომ დღეს არის ჩემი დაბადების დღე. ნუ თუ რამე მეგობრებო, ჩემი დაბადების დღე არის 31 აგვისტოს, მაგრამ იმის გამო რომ ჩვენს ჭკვიან მერს შეეშალა 3 თვე. ნუ პრინციპში არავის ეს პირიქით კარგიცა ასე შევიკრიბებით ახლა ჟიწილნიკები და მივირთმეთ ასე ვთქვათ საჭმელებს და რაღაცეებზე დაველაპარაკებთ. თქვენ კი მეგობრებო, მადლობა დიდი ვინც ყავ ვიდეოს ბოლომდე. თუ მოგესწრებთ ლაიქეთ, მე კი ახლა წავედი. ნახვამდის, так, ჟიწილნიკებო, გელოდებით.